მესამე სექტორის წარმომადგენლები პირველ რიგში სოლიდარობას უცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ღიად საუბრობენ არხზე მიმდინარე პრობლემებისა თუ პოლიტიკური გავლენების შესახებ. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ჩვენ როდესაც ვხედავთ რეჟიმის ქმედებებს, მათ შორის ჟურნალისტების ამოხობათან დაკავშირებით, ასეთ დროს არაფერი არ არის გამორიცხული, რადგანაც ჩვენ უკვე ვნახეთ სამეურვეო საბჭოს ხდომაზე, რომ თავდასხმა მოუწყვეს სწორედ იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც კონკრეტული შემთხვევები, მაგალითები დაასახელეს, თუ როგორ ხდებოდა პოლიტიკური გავლენები არხზე და როგორ მიმდინარეობდა ცენზურა არხზე. ამ ყველაფრის შემდეგ სამეურვეო საბჭოს ხდომაზე განაცხადეს, რომ საქმეები იმდენად მოცულობითია, რომ ეს მათ კომპეტენციას ცდება და საქმე უნდა განიხილოს პროკურატურამ. ეს განცხადება შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ახლა ამ ჟურნალისტების წინააღმდეგ ამზადებს ხელისუფლება საქმეს, რადგანაც მესამე სექტორში აცხადებენ, რომ სამეურვეო საბჭოს ხდომა ერთ-ერთი გავდა პოლიტიკურ ხდომას ქართული ოცნების პარტიული შეკრების მინივერსიას, იქიდან გამომდინარე, რომ თავს ესხმოდნენ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ღიად საუბრობენ. გუშინ საბჭოს ხდომაზე, სამეურვეო საბჭოს ხდომაზე განაცხადეს, რომ ცილს წამებენ ჟურნალისტები არხს, ისინი იტყუებიან და არღვევენ და სავარაუდოდ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ იმის გამო, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ღიად საუბრობენ და არ საუბრობენ ისე ეს როგორც თავად სამეურვეო საბჭოს სურს. ეს ხელისუფლება იქნება თუ არა მისაღები დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომელიც სისხლის სამართლის წესით, რომელმაც შეიძლება დევნა დაიწყოს სისხლის სამართლის წესით ჟურნალისტების მხოლოდ იმიტომ, რომ მათ კონკრეტული აზრი დააფიქსირეს. ხო, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, არის გზავნილი იმისთვის, რომ ჟურნალისტები დაფიქრდნენ და წინააღმდეგობა არ გაწიოს. ამაღლობლის მაგალითიდან გამომდინარე, ახლა ძალიან აშკარა არის, რომ შეიძლება ნებისმიერი რაღაცა გააკეთოს ამ ხელისუფლებამ. ამაზე ახლა გარანტია არ არის, ხომ? ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ განსაკუთრებით მედიას დაუპირისპირდეს და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მედია არ იყოს აქტიური. პირველ რიგში სოლიდარობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომლის, ყველა ჟურნალისტს, რომელიც ერთგული დარჩა თავისი პროფესიისა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ერანაირად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, უფრო მეტიც EBU-ს წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარესა და დირექტორის დასანქცირებას ითხოვს ევროპის პარლამენტი. ზუსტად იმიტომ, რომ ის არის მოძალადე ქართული რეჟიმის პროპაგანდისტი, რაც ჩვენ მოვისმინეთ სამეურვეო საბჭოს ხდომაზე, ეს არის ჩვეულებრივი ქართული ოცნების პარტიული ყრილობის მინი შეკრება. ეს განცხადებები ემსახურება ზუსტად თანამშრომლების დაშინებას და პირდაპირ პროპორციულია, რაც ქვეყანაში ხდება. ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს ხდომაზე განაცხადა, რომ პროკურატურის ჩარევა იმისთვის გახდა საჭირო, რომ ცილისწამების კამპანია არხის წინააღმდეგ არ გაგრძელდეს და სწორედ ამიტომ მოიშველია მაშველგოვა სწორედ პროკურატურა. ჟურნალისტები კი ვასილ მაღლაფერიძისა და სამეურვეო საბჭოს თავდასხმას აფასებენ დაშინების მცდელობად და მუქარის მცდელობად.